კი, მაგრამ რაზე გადავიღო ვიდეო? აი რაზე ვისაუბრო? დღეს გეტყვი 7 თემას, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს ქართველებს. რაც იმას ნიშნავს, თუ დაიწყებ rilsების და story-ების გადაღებას ამ 7 თემაზე, გაგეზდება როგორც ნახვები და ასევე აფეთქდება შენი მესენჯერი პოტენციური მომხმარებლებისგან. ესე იგი, პირველი თემა არის ჰობი. დავიჯერო სერიალების ყურებისა და ჩიფსების ჭამის გარდა სხვა არაფერი გასათობი არ გაქვს. მოყევი მაგაზე კონტენტის მეშვეობით. მეორე თემა, რომელიც ყველა ქართველს აღელვებს, ეს არის ფული. შეგიძლია გასცე როგორც კონკრეტული, ასევე ზოგადი რჩევა. მაგალითად, რატომ უნდა გადადო შემოსავლიდან მინიმუმ 10%. მესამე თემა არასაყვარელი სამსახური. მაგალითად, ტოპ 3 მიზეზი, რატომ უნდა წამოხვიდე არასაყვარელი სამსახურიდან და წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი. რომ 5 წელიწადში სინანულის შეგრძნებამ არ შეგჭამოს. მეოთხე არის ბლოგი. ამას თითქმის არავინ აღიარებს. ყველა იტყვის, რომ ცნობადობა არ უნდა ბევრი გამომწერი ნახვა, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან კარგადაც უნდა. მეხუთე თემა არის ოჯახი. ჩართე ოჯახის წევრები შენს კონტენტში. ეს ძალიან გაათბობს აუდიტორიას. მეექვსე ჯამრთელობა. აჩვენე ცხოვრების სტილი და მნიშვნელობა არ აქვს რომელ სფეროში ხარ. ყველგან უნდა იყოს ჯამრთელი. და მეშვიდე თემა არის თვით განვითარება. გაეცი რეკომენდაციები სასარგებლო წიგნებზე, ფილოსოფიაზე და ზოგადად სიბზნეზე. ხო, აბა, სულ შენ საქმეზე ხო არ ისაუბრებ? აუდიტორია უნდა ხვდებოდეს, რომ შენს მოკვდავი ადამიანი ხარ, რომელსაც შეუძლია ენდომი. ხო და თუ მენდობი და გსურს გამყიდველი კონტენტის შექმნა, რომელიც აგიფეთქებს მესენჯერს პოტენციური მომხმარებლებით, ხომ იცი, სადაც უნდა მიპოვო. აი ხომ იცი, რომ მე შენ შემიძლია დაგეხმარო. ხო, დარწმუნებული ვარ იცი, მაგრამ მოდი ჩვენ ცოტას გავსკროლავ, მოდი ორ შაბათიდან დავიწყებ, მოდი ის, თუ არ მენდობის საერთოდ ამ ვიდეოს რატომ უყურებ.